ტერმინი გენდერის ამოღება ფაქტიურად ნიშნავს, რომ უარს ამბობ იმის აღიარებაზე, რომ ქალის მიმართ ძალადობა არსებობს ქვეყანაში, რომ არსებობს ფემიციდი როგორც სისტემური პრობლემა, რომ არსებობს გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია და გენდერული ნიშნით ძალადობა. ეს კიდევ ერთხელ მთელი ამდენი ხნის ბრძოლას, რომელიც თქვათ მთელი 20 წელს და მეც მოიცავს, ხო, იმისთვის რომ კანონმდებლობებში შესულიყო უამრავი ხელშეკრულებებს და ასოცირებებს მოვაწერეთ უამრავი ჯგუფი გაჩნდა, საბჭოები გენდერული, კანონებში გავაკეთეთ ქალთა მიმართ ძალადობის მხრივ გავაძლიერეთ კანონები, ხო? მოვახდინეთ სტამბულის კონვენციის რატიფიცირება, ხო? ეს ყველაფერი იყო მიმართული იმისკენ, რომ რაღაცნაირად ქალთა უფლებები და ძალადობის პრევენციები მოგვეხდინა ქვეყანაში, ხო? და განსაკუთრებით დისკრიმინაციული კუთხით, გენდერული დისკრიმინაციული კუთხით. და სინამდვილეში მივახციეთ ამას, რომ თუ ვიღებ ამ გენდერს როგორც ტერმინს, ფაქტიურად ჩვენ ხელმოსაჭრელი არ გვრჩება. მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიძლება გენდერული ნიშნით მაგალითად მკვლელობას არ მიანიჭოს რაიმე განსაკუთრებული კატეგორია, ხო? მაგალითად კესარიას მკვლელობა, ხო? ჩვენ ვიცით, ხო, რამოდენიმე თვის წინ იყო ეს. კესარიას მკვლელობა იქნებოდა უბრალოდ მკვლელობა და არა გენდერული ნიშნით მკვლელობა, ხო? ეს კიდევ ერთხელ იმ მოწყვლადი ჯგუფების, LGBTQ+ ჯგუფების, შშმ ქალების უფლებებს კიდევ უფრო შეზღუდავს. უფლებრივი თვალსაზრისით რო გენდერი არ არის მხოლოდ ტერმინი, ეს არის ქალთა უფლებების, სოციალური სამართლიანობის და დემოკრატიული კურსისკენ გაბრძოლების თუ შეწინააღმდეგების ერთ-ერთი საშუალება, ხო? აი რაღაცას უცხადებთ ფაქტიურად, აი ამ ყველაფერს ომს. გარდა ამისა, ეს იქნება დეზინფორმაციისთვის ძალიან აი ასე თქვას დამაზიანებელი, იმიტომ რომ კიდევ უფრო გააღრმავებს და გახლიჩავს საზოგადოებას და მოახდენს პოლარიზებას და მეორეს მხრივ ბიუჯეტირება, რომელიც აბსოლუტურად გამოაცლის ქალებს, მოწყვლად ჯგუფებს, სექსუალურ უმცირესობებს, ყველა იმ სარგებელს, რომელიც შეიძლება იყოს გათვალისწინებული ბიუჯეტით. ბიუჯეტი ეს არის სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც არის სახელმწიფოს ღირებულებებზე დაფუძნებული და რომელიც უნდა ითვალისწინებდეს თანასწორუფლებიანობას სქესთა შორის, ხო? მაგალითად, სახელმწიფოსი და იგივე თვითმმართველობის ბიუჯეტს თუ ვეტყვით, რომ გენდერი არ უნდა გავითვალისწინოთ, მაშინ არც ერთ ნაწილში არ იქნება გათვალისწინებული ის საჭიროებებიც მაგალითად უდგას ქალებს, შშმ პირებს, უდგას ძალადობის მსხვერპლ ქალებს, ხო? და იმ საჭიროებები, რომელიც აქვს ქალებს, იქნება მიუწვდომელი ბიუჯეტი ამას არ გაითვალისწინებს. შესაბამისად, მივადგებით იმას, რომ მაგალითად არ იქნება, თქვათ, ბაღების ან რაღაცა დღის ცენტრები, ვერ იქნება დედის და მარტოხელა დედების უფლებები დაცული და სახელმწიფოს მხრიდან დახმარება, არ იქნება, თქვათ, თავშესაფრები, არ იქნება ბიუჯეტში გათვალისწინებული, ხო? შეიძლება რაღაცა მაინც მოხდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ვალდებულებას აცლის, ხო? ადგილობრივ ბიუჯეტს, რომ მსგავსი რაღაცები გაითვალისწინოს, ხო? ასევე არ იქნება გათვალისწინებული ქალთა ეკონომიკური გაძლიერება იმისთვის, რომ ჩართული იყვნენ ყველა სოციალურ თუ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საქმიანობაში, ხო? არ იქნება, თქვათ, გრანტები, რომლებიც ქალზე იქნება ორიენტირებული, მათ შორის გადამზადების თუ არაფორმალური განათლების და განათლების მიღების შესაძლებლობები ქალებისთვის და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის. გარდა მაგისა, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის ნაწილი, მაგალითად, იგივე კიბოს პრევენციისთვის სკრინინგი, იგივე მამოლოგიის მიმართულებით და სხვა მიმართულებით, რომელიც იყო ქალების და განსხვავებული გენდერის საჭიროებაზე მორგებული. ჩვენ თუ შევხედავთ იმას, რომ ქალის და მამაკაცის ეს იმ გარემოს არ გააჯანსაღებს, ეს იქნება კიდევ ერთხელ
წინააღმდეგობაში მოსვლა იმ ყველაფერთან, რაც აქამდე მივახციეთ, ხო? რაც შეეხება დეზინფორმაციის ნაწილს, სად მივედით ჩვენ დეზინფორმაციასთან, ხო? კიდევ ერთხელ ქართული ოცნების ამ ხელისუფლების, ხო, ასე ვიტყოდი, პროპაგანდისტული მედიები, ეს იქნება იმედი, პოსტივი თუ სხვა სოციალური ქსელები, კიდევ ერთხელ დაიწყებენ გენდერის დემონიზებას, ხო? დემონიზებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის დასავლური ტერმინი და რომ ეს ოჯახის სიწმინდეს ეწინააღმდეგება, რომ ჩვენ არ გვჭირდება პატრიარქალურ სამყაროში მსგავსი ტერმინები, საკმარისია ქალი და მამაკაცი. და ეს კიდევ უფრო მეტად ჩვენს ქვეყანაში გაამტკიცებს და წაახალისებს, რა თქმა უნდა, ძალადობას, წაახალისებს ჰომოფობიას, ხო, ქალთა მიმართ სიძულვილს და სექსიზმს, რომელიც საკმაოდ ბევრია, ხო, ამ თვალსაზრისით ვაწყდებით ყველა დღე ფაქტიურად მსგავსი მაგალითები გვაქვს ქვეყანაში, სამსახურში ქცევა და ასე შემდეგ. ერთი ეს არის, რომ ეს არის წინასაარჩევნო პოპულისტური განაცხადი, რომ არ ქალია და კაცია და გენდერი არ გვჭირდება, იმიტომ რომ გენდერი სხვა და სხვა რამეს მოიცავს, არ მჭირდება ეს, დაიყვანა რაღაცა ძალიან მარტივ ფორმულამდე, ხო, ამოდენა თემა და მეორეს მხრივ არის ეს პროპაგანდა, რუსული, პრორუსული, ანტიდასავლური პროპაგანდა, რომელიც ნაწარმოებია ეს, ხა, გენდერი დღეს არ გაჩნდა, გენდერის მიმართ ბრძოლა დღეს საქართველოს არ არის, ხო, ერთ გამონაკლისი, იბრძოდა რუსეთი, იბრძოდა უნგრეთი, რუსეთმა ძალიან ბევრი რეფორმები გაატარა ამ თვალსაზრისით, იგივე მიყვა უნგრეთი და ასე მიუყვებით ჩვენც და ყველაფერი იმას, რაც ანტიდეზინფორმაციული კამპანიები არსებობს, ერთ-ერთში იმეორებს საქართველოს. ეს არის დაკვეთა, ეს არის აბსოლუტური დაკვეთა, ისევე როგორც იყო რუსული კანონი, ანალოგიურად არის გენდერთან ბრძოლაც ერთ-ერთი რუსული დაკვეთა.